ხატვა ხო ძალიან ჩემი არის და ხო ვიცი ხატვა რასაც უშვება ადამიანს რას უშვება ადამიანს ხატვა? ანუ მე რასაც მიშვება ყოველ ხო და რა შეიძლება გიშვება? ანუ ის რომ ხარ აღო თან ბოლომდე მანდაც არ ვარ რა ზუსტად მანდ მედივარ ხარის აბა გამოვშვი ხა მე სულ მაქვს ხოლმე ეს თვითვარქვია სინდრომი ყველამ ვიცით აი რაც კი რამე პუნქტები არსებობს მაგის ყველას მოვწიჭკავდი რა ძალიან ცოტა ხნის შეიძლება დაიჯერო რომ ხო აი ხო ვერ დაიჯერებ და სტრიტ არტერი თვითმარქვია სინდრომით არის წარმოდგენილი აქ კი და ზუსტად რაღაც ვიცი ნიშნები მეც მქონია ვიცი რა წამოვიდა ეგ ყველაფერი და ანუ მართლა სულ მთელი ცხოვრება მეგონა რომ საიდან წამოვიდა? ეგ ისტორია წამოვიდა იქიდან რომ მე ყოველთვის მყავდა ჩემი და ფორად რა ანუ თან უნდა იყოს სულ ნაკითხი სულ განათლებული სულ პირველი სკოლაშიც პირველი და მე რომ შემიყვანეს სკოლაში მაგასთან ერთად მან უკვე კითხვაც იცოდა წერაც იცოდა და მე 5 წლის ვიყავი და არაფერი არ ვიცოდი ბიჭებთან შეჯიბრი ხო იცოდი და ჩემი გამოსავალი იყო ეს ხატვა რა კითხვა წერაში ვერ შევეჯიბრებოდი და ხატვაში შემეძლო ერთადერთი რომ შევჯიბრებოდი რა და ნუ ანუ საბოლოო ჯამში იქიდან წამოვიდა რომ მე იმდენად მარტივად ვაღწევდი რაღაცაებს რა ანუ თამუნა თუ დადიოდა მასწავლებლებთან და ემზადებოდა და წიგნს თავს არ ტყავდა და რაღაცაები მე აი ჰარალეზე გამომდიოდა რაღაცაები რა და ეს ხო გიჩვენს განცდას რომ შენ კი არ იმსახურებ ეგ შენ ნიჭზე არაფერს არ ამბობს? რაზე? შენ ნიჭზე ჩემს ნიჭზე? ანუ ეხა დღევანდელი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა ამბობს, მაგრამ ანუ ეგ ხო არ გესმის რა, სულ გონია რომ გიმართლებს ცხოვრებაში რა რაღაცაებში და ანუ არ იმსახურებ და ანუ იტყუები რაღაცებს. მოატყვეთ ელისამყარო, ეხა ეს არის როგორც არის ეხა ხო? თვითმარქვია სინდრომი ნიშნავს რომ მე მე კარგად ხატვა არ ვიცი რა. ანუ მართლა შენ დღემდე გჯერა რომ კარგად ხატვა არის. კი, ჯერა. ჯერა, იმიტომ რომ მე ჩემი თავი ჯერ ნაპოვნი ხატვაში არ მაქვს. მე დღეს რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ ვერ ვჯღაბნი. ხო ხვდები, ანუ მე ამას ხაზავ პერფექციონისტულად მამა ჩემისთვის დღემდე. რა მოხდება რომ დაჯღაბნო? აი მაგ კითხვასთან ვარ დღეს.